წარმოიდგინე ზღვარი, იმდენად ძლიერი, რომ ბუნებაც კი არ კვეთს მას. ვერც ვეფხვი ეკარება ამ ზღვარს და არც ფრინველი არ დაფრინავს მის მიღმა და მაინც ეს ხაზი არც ერთ რუგაზე არ ჩანს. მას უოლესის ხაზი ჰქვია. მისი სიგანე მხოლოდ 32 კილომეტრია, მაგრამ ის სამყაროებს ორ ნაწილად ყოფს. დღეს ჩვენ გავარკვევთ თუ რატომ ემორჩილება ბუნება ხაზს, რომლის დანახვაც არ შეუძლია და როგორ შეძლო ერთმა უძველესმა სახეობამ, რომ დაერღვია ეზესი. შენ რომ შეგეძლოს დედამიწაზე უჩინარი ხაზი გაგევლო, რომელსაც ვერავინ გადალახავდა, სად გაავლებდი? დაწერე შენი აზრი კომენტარებში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, რადგან დღეს, რასაც ნახავ, ფანტასტიკურ ფილმზე გასაოცარია. თუ მოგწონს მსგავსი ისტორიები, ბუნების მეცნიერებასა და ისეთ რამეებზე, რაც შეუძლებელი ჩანს, მაშინ ახლავე გამოიწერე არხი. დავიწყოთ. ბალი და ლომბოკის კუნძულები მხოლოდ 32 კილომეტრით არიან დაშორებული. აქ არის იგივე მზე, იგივე ზღვა და ტროპიკული ჰაერი. წესით, მაგრამ ეს არასწორია. ბალიზე ვეფხვები და სპილოები ბინადრობენ, თუმცა თუ ლომბოკში გადახვალთ, იქ კენგურუებსა და კომოდოს დრაკონებს იპოვით. თითქოს ვიღაცამ პლანეტა შუაზე გაყო და არავის უთხრა და მაინც ცხოველები ამ ზღვარს არ კვეთენ, არც კი ცდილობენ. ზღვაზე არის რაღაც ხაზი და ამის გამო ორივე მხარეს ორი სრულიად განსხვავებული სამყარო აქვს. ეს დაშორებული მანძილი არ არის, ეს რაღაც უფრო ღრმაა. საინტერესოა, რატომ ემორჩილება ბუნება წესს, რომელიც არ ჩანს. როგორ შეიძლება რომ მხოლოდ 32 კილომეტრიანმა ოკეანემ მთელი ეკოსისტემა გაყოს? ერთ მხარეს არიან მარტორქები, მაიმუნები და დათვები, მეორეზე კი კაკადუები, ჩანთოსნები და დრაკონის მსგავსი არსებები. ეს მანძილზე არ არის დამოკიდებული, ეს წარმოშობაზეა. უოლესის ხაზი ქვეყნებს კი არა, თაობებს ყოფს. მილიონობით წლის შემდეგაც კი არც ერთი სახეობა ამ ზღვარს არ გადმოსულა, არც ფეხით, არც ფრთით. თითქოს ბუნებამ ხაზიც გაავლო და საუკუნეებია მას არ კვეთს. ფრინველებს შეუძლიათ კონტინენტებზე გადაფრენა. კუები ბრუნდებიან იმ სანაპიროებზე, რომლებიც 10 წლეულებია არ უნახავთ. მწერები ქარს მიჰყვებიან 1000-ობით კილომეტრზე. მას რატომ ჩერდება ყველაფერი უოლესის ხაზთან? ძალიან ძლიერი ფრინველებიც კი არწივები, თუთიყუშები და წყალმცურავები მას არ კვეთენ. მხოლოდ ღამურები ისიც იშვიათად ახერხებენ გადაკვეთას და ისინი მხოლოდ გამონაკლისები არიან. ეს ბარიერი ქვით ან ძლიერი ქარით არ არის ნაშენი, ის ბიოლოგიურია, ფსიქოლოგიური და ინსტინქტური, რომელიც მილიონობით წელია ვითარდება. ამ ადგილს სამყაროს კიდესავით ეპყრობიან, თითქოს იქ მეორე მხარეს რაღაც საშიშია. 1854 წელს ალფრედ უოლესმა ამ კუნძულზე ფეხი დადგა და ყველაფერი, რაც ბუნებაზე იცოდა, უეცრად სრულიად გამოუსადეგარი გახდა. მხოლოდ მცირე მანძილით დაშორებული კუნძულები, მაგრამ ცხოველები თითქოს ორი სხვადასხვა პლანეტიდან იყვნენ. უოლესმა 8 წელი მიუძღვნა ნიმუშების შეგროვებასა და დაკვირვებას და რაც აღმოაჩინა, ამ მთელი მეცნიერება გადაატრიალა. მან შეადგინა რუკა უჩინარი გამყოფი ხაზისა, რასაც დღეს უოლესის ხაზს უწოდებთ. როცა ის ჩარლზ დარვინს გაუზიარა, მან ევოლუციის თეორიას ახალი ხედვა შემატა. ერთმა წყნარმა მკვლევარმა და ერთმა უხილავმა ხაზმა მეცნიერებაში დიდი გადატრიალება მოახდინა. მოდით დავბრუნდეთ ძველ დროში. მანამდე სანამ ადამიანები არსებობდნენ, სანამ ქალაქები გაჩნდებოდა და სანამ კონტინენტებს სახელი დაერქმეოდა. მაშინ მთელ ხმელეთს ერთი უზარმაზარი სუპერკონტინენტი ქმნიდა, რომელსაც პანგეა ეწოდება. ეს იყო ერთგვარი მაშინდელი სამოთხე, არც ოკეანეები, არც ბარიერები. დინოზავრები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ იმ ადგილებს შორის, რასაც დღეს აზიას და ანტარქტიდას უწოდებთ. მაგრამ სამოთხე დიდხანს არ გაგრძელებულა. ტექტონურმა ფილებმა, მიწის ქერქის უზარმაზარმა მოძრავმა ფირფიტებმა პანგეა ნელ-ნელა დაშალა და გამოჩნდა ოკეანეები, ცხოველები კი სხვადასხვა ჯგუფებად დაიყო. ერთი დედამიწა მრავალ ნაწილად დაიყო. ყოველი გაყოფა მომავალს ახალ გზებს უხსნიდა. ტექტონური ფირფიტები მუდამ მოძრაობენ, ნელა, მაგრამ არასდროს წყვეტენ მოძრაობას. ცხელი მაგმა კონტინენტებს ერთმანეთისგან ყოფს, როგორც ფაზლს. პანგეის გაყოფის შემდეგ ცხოველები, რომლებიც ადრე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, პატარა კუნძულებსა და კონტინენტებზე აღმოჩნდნენ იზოლირებული. ოკეანეები ბარიერებად გადაიქცა, მთები კი კედლებივით აღიმართა. აღარანაირი მოგზაურობა, სახეობებმა მარტოობა და მარტოობასთან ადაპტაცია უნდა ისწავლონ. ასე განვითარდნენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული არსებები უოლესის ხაზის ორივე მხარეს. იზოლაცია ნამდვილად რადიკალურ ცვლილებებს იწვევს, კარგია ეს თუ ცუდი. იცოდით, რომ ცუდად აზია და ავსტრალია უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. სუნდას და საჰულის ტიპის მიწები აკავშირებდა მათ, რაც ცხოველებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდა.
მაგრამ ბოლო ყინულოვანი ეპოქის დასასრულს ზღვის დონემ აიწია და ეს ხიდები სამუდამოდ დაფარა. უეცრად უელესის ხაზი წყალქვეშა უბსკრულად და საზღვრად გადაიქცა. იქ, სადაც ადრე მიწა იყო, ახლა უკვე აღარაფერია. ეს უბრალოდ საზღვარი არ იყო, არამედ კედელი, რომელმაც ორი სამყარო ჩუმად გაყო ერთმანეთისგან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წყალი არის პრობლემა. 32 კილომეტრი ბევრი ცხოველისთვის მარტივად გასავლელი არაა, მაგრამ ნამდვილ ბარიერს ოკეანე არ წარმოადგენს. წყლის მეორე მხარეს რადიკალურად განსხვავებული ეკოსისტემა და კლიმატია, რაც ცხოველებისთვის გადარჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის. მაგალითად, თუ კუ ან გველი გადმოკვეთდა საზღვარს, მათ უცნობ საფრთხესთან, საკვებთან და პირობებთან მოუწოდათ ჭიდილი და დიდი ალბათობით დაიღუპებოდნენ. უელესის ხაზი მხოლოდ საზღვარი არაა, ეს ბიოლოგიური კედელია, რომელსაც არც ერთი ცხოველი შეგნებულად არ კვეთს. მილიონობით წლის განმავლობაში ცხოველები უელესის ხაზის ორივე მხარეს ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მათი ინსტინქტები, კვება და ქცევები სრულიად განსხვავებულად განვითარდა. ამ ხანგრძლივმა გამოცდილებამ შექმნა ორი ძალიან განსხვავებული ეკოსისტემა. თუნდაც ძლიერი სურვილი მოგზაურობისა ან გადარჩენისა უხილავი ბარიერის გადასალახად არ იყო საკმარისი. ბუნებამ უმრავლოდ ხაზი არ გაავლო. მან მემკვიდრეობა შექმნა, საზღვარი, რომელიც დნმ-ში და ინსტინქტშია ჩაწერილი. საზღვრის გადაკვეთა არა მხოლოდ ნაკლებად სავარაუდო, არამედ სახიფათოც არის. საინტერესოა კიდევ ის, რომ უელესის აღმოჩენა თავის დროს ბევრად უსწრებდა. მთელი საუკუნის მანძილზე ხალხმა მისი უხილავი ხაზი უგულებელყო. მხოლოდ 1960-იან წლებში დაიწყეს მეცნიერებმა მისი უკეთ გამოკვლევა. უელესის ხაზი ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ზოგჯერ დიდი ჭეშმარიტების მიღებას დრო სჭირდება. უელესი იყო ახალი მიმართულების მკვლევარი, რომლის მნიშვნელობაც დროთა განმავლობაში იზრდებოდა. მოთმინება გვიხსნის ბუნების ღრმა საიდუმლოებებს. Რავდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ხაზი ერთადერთი არ არის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ორი უხილავი საზღვარი, რომელიც ამ რეგიონის სიცოცხლეს აყალიბებს. უებერის ხაზი უელესისგან ოდნავ აღმოსავლეთით მდებარეობს და აზიურ და ავსტრალიურ სახეობებს შორის ბალანსი უჭირავს. კიდევ უფრო აღმოსავლეთით ლიდეკერის ხაზი ახალ გვინეასა და ავსტრალიას გამოყოფს სხვა კუნძულებისგან. თითოეული ხაზი მოქმედებს როგორც face control, ანუ წვეთს, ვინ დარჩეს და ვინ გადავიდეს. ბუნება ქაოსი არაა, ის ზუსტად მოხაზული საზღვრებია. მეტი საზღვარი კი ნიშნავს მეტ საიდუმლოს. ზოგიერთი ცხოველი არც კი ცდილობს გადაცუროს ეს უხილავი საზღვრები. სხვები ცდილობენ, მაგრამ მეორე მხარეს გადარჩენას ვერ ახერხებენ. ესე იგი, მანძილი პრობლემა არ არის, გადარჩენა მთავარი დაბკოლება. საზღვრის გადაკვეთა ნიშნავს შეხვედრას უცხო მტერთან და კლიმატთან, რომელსაც მათი სხეული ვერ უძლებს. ეს ბუნებრივი საზღვრები მხოლოდ მიწებს არ ყოფს. ისინი განსაზღვრავენ, სად შეიძლება სიცოცხლე და სად არა. უხილავი კედლები ძალიან რეალური შედეგებით. მცენარეები კი თითქოს უფრო თავისუფლები არიან ამ საკითხში. ისინი ვერ დადიან ან ცურავენ, მაგრამ მათი თესლი ქარსა და ოკეანის დინებებს მიჰყვება. მიუხედავად იმისა, მცენარეებიც კი ემორჩილებიან ამ უხილავ საზღვრებს. უელესის ხაზი და მისი მსგავსი სხვა ხაზები მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ფილტრი. ზოგ სახეობას ატარებენ, სხვებს კი აფერხებენ. ეს ბუნებრივი გზა ცვლილებებსა და სტაბილურობას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად, ეკოსისტემების გადატვირთვისგან დასაცავად. მცენარეებიც კი ფრთხილად იჩევენ, როდის იბრძოლო. ათასობით ევკალიპტის სახეობას შორის მხოლოდ ერთმა გავიდა უელესის ხაზის გადაკვეთა. ეს იყო ფერადი ცისარტყელა ევკალიპტი. მისი კაშკაშა ქერქის ფერები ავსტრალიური მხარის მიღმაც ვრცელდება. და თავისუფლად ხარობს ფილიპინებში, ბარიერის აღმოსავლეთით. ეს მცენარე გვახსენებს, რომ ბუნების ზღვარიც კი არ არის დასასრული. ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, რომლებიც წესებს ცვლიან. ერთი სახეობაც საკმარისია, რომ ისტორია შეიცვალოს. მიკროორგანიზმებისთვის უელესის ხაზი თითქოს საერთოდ არ არსებობს. მათი პატარა სპორები და უჯრედები ქარსა და წყალს თან მიაქვს. მათი საიდუმლო ძალა მარტივია. ისინი გადიან ბარიერებზე, რომლებიც უფრო დიდ და ძლიერ არსებებს აჩერებს. ბუნების წყობაში ხშირად ყველაზე პატარა არსებები არყვევენ ყველაზე დიდ წესებს. პატარა, შეუჩერებელი და ყველგან გავრცელებული. ყველა ამ ბარიერის შორის ერთი უძველესი სახეობა მაინც არღვევს წესს. დენისოველები. ისინი თანამედროვე ადამიანების ნათესავები იყვნენ და შეძლეს უელესის ხაზის გადალახვა. როგორ?
ცხოველებისგან განსხვავებით ისინი იყენებდნენ ხელსაწყოებს, მარტივ ნავებს და ტივებს, რომლებიც ჭკვიანურად და მიზანმიმართულად იყო გაკეთებული. მათი მოგზაურობა ნამდვილად რისკიანი იყო. ძლიერი დინებები და ტალღები ცურვას უფრო რთულს ხდიდა, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ დაეტოვებინათ გენეტიკური მემკვიდრეობა ახალ გვინეასა და ავსტრალიაში. დენის ოველის დნმ-ს პოულობენ უოლესის ხაზის აღმოსავლეთ მხარეს, ახალ გვინეასა და ავსტრალიაში, მაგრამ ის თითქმის არ მოიძებნება დასავლეთით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძვლები პირველად ციმბირში აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მცირე ჯგუფმა გადაკვეთა ეს გზა. ისინი დასახლდნენ, შეჯვარდნენ თანამედროვე ადამიანების წინაპრებთან და შემდეგ ისტორიის ჩანაწერებიდან გაქრნენ. ერთი საიდუმლო კვლავ რჩება. ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში და რატომ გაქრა მათი გენეტიკური კვალი მეორე მხარეს? ზოგ შეკითხვას ახალი მკვლევარები სჭირდება. უოლესის ხაზი უბრალოდ უხილავი საზღვარი ოკეანეში არა. ეს ცოცხალი ისტორია, რომელიც დაწერილია დნმ-ში და ინსტინქტებში. ასევე მის მიღმა სხვა უხილავი ხაზები და ბუნების სხვა საიდუმლოებებია, რომლებიც ჯერ არ არის გამოკვლეული. მადლობა, რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. მომავალ ვიდეომდე.